მოგესალმებით. თქვენ უყურებთ საზოგადოებრივ სტუდიას, ჩვენს რუბრიკას, რომელსაც დავარქვით თავისუფლების მებრძოლთა კლუბი. და ამ გადაცემაში, ამ რუბრიკაში ჩვენ ვცდილობთ გაგაცნოთ ახალი ადამიანები, რომლებიც დღეს იბრძვიან ამ ბრძოლაში, რომელიც ჩვენთვის და ალბათ ობიექტურადაც არის ბრძოლა თავისუფლებისათვის. დღეს ჩვენი სტუმარი და ადამიანი, რომელიც დღეს გვინდა რომ გაგაცნოთ, არის ბექა ხალიბეგაშვილი. გამარჯობა ბექა, მადლობა რომ ხარ ჩვენთან ერთად, ხარ აქ სტუდიაში და ზოგადად ხარ ჩვენთან ერთად ამ ბრძოლაში. მოკლედ შენი თავი რომ გააცნო მაყურებელს. მე ვარ ბექა ხალიბეგაშვილი, 33 წლის, წარმოშობით ახალგორიდან ვარ, დავიბადე ახალგორის რაიონში, გავიზარდე 16 წლამდე, 2008 წლამდე შესაბამისად სანაომი მოხდებოდა, იმიტომ რომ 2008 წლის დევნილი ვარ, ეს სიტყვა არ მიყვარს, იძულებით გადაადგილებული პირი ვარ საკუთარ ქვეყანაში. შესაბამისად, ჩემი თავიდან ბოლომდე ეს ჩართულობა და ბრძოლა თავისუფლებისთვის და არა მხოლოდ თავისუფლებისთვის. მინდა ეს ქვეყანა საბოლოოდ ვნახო ერთიანი და ამისათვის საჭიროა რომ საზოგადოებამ ვიპოვოთ რაღაც გადაკვეთის წერტილები, რომლებიც გაგვაერთიანებს. ერთ-ერთი რაზეც ყველა ვთანხმდებით, ჩემი აზრით საზოგადოებაში, ზუსტად ის ოკუპირებული ტერიტორიებია, რომლებიც დროთა განმავლობაში სამწუხაროდ აი ესე დაიქსაქსა და საბოლოო ჯამში ვფიქრობ, რომ მთელი ერის ტკივილი არის და მთელი ერი წუხს იმაზე, რომ ის ტერიტორიები, რომლებიც ოდესღაც ჩვენი იყო, ოდესღაც ჩვენს საკუთრებაში იყო და თავისუფლად შეგვეძლო იქ შესვლა, გამოსვლა. მე პირადად იქ დავიბადე, გავიზარდე, 2008 წლის ომი იყო რეალურად მიზეზი, რის გამოც დავტოვე ის ტერიტორია და წამოვედი რაიონიდან და შესაბამისად მთელი ჩემი ბრძოლა, მთელი ჩემი ენერგია, მთელი ჩემი რესურსი, რაც კი გამოჩნია, აუცილებლად მთელი ჩემი ცხოვრების მანძილზე მოხმარდება იმას, რომ საქართველოს ვნახო ერთიანი. კარგი, ბექა, აქამდე როგორ მოხვედი, აი რაღაც შენი გამოცდილება, პოლიტიკური ბექგრაუნდი თუ რაღაც ასე კარიერული, ასე ვთქვათ? კი, სკოლის დამთავრების მერე ჩავირიცხე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სამართლის ფაკულტეტზე, 4 წელი, 3 წელი და ნახევარი ვისწავლე ინგლისში, თუმცა ეს საკმარისი იყო დავასრულე მთლიანი ბაკალავრი, 3 წელი საერთაშორისო ურთიერთობებზე ვსწავლობდი პოლონეთში, შემდეგ ჩამოვედი 2016 წელს, 2017 წელს ჩავაბარე მაგისტრატურაზე საზოგადოებრივი ურთიერთობების მიმართულებით ილიაში და 2017 წელსვე ჩავერთე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მცხეთის მუნიციპალიტეტში, მაჟორიტარი დეპუტატი ვიყავი წეროვანში, 51 ნომრით სხვათა შორის. და ეს იყო ჩემი პოლიტიკური აქტივობა. ანუ მაშინ მან როგორ მოხდი, ანუ 2017 წელი, ანუ ქართული ოცნება უკვე 3 წელი იყო, თუ რამდენი გამოცხადის პროცესში იყო. ხო, ანუ მაშინ როგორ მოხდი მაგათი? მე 5 წელი იყო. ხო, მე 5 წელი იყო, ხო. ანუ მაშინ როგორ მოხდი, მაშინ როგორ უყურებდი სიტუაციას და მე ალბათ მივალთ, აი რა შეიცვალა შენთვის და როგორ მოხდა თქვა იქიდან აქ, მაგას ალბათ მე მოვყვებით, მაგრამ მაშინ როგორ განწყობა იყო შენთვის, რა იყო ეს გუნდი, აი ეს პარტია თუ ძალა და ხო რა პოზიციით მიხვედი ასე ვთქვათ მაშინ? პირველ რიგში მე არ მივსულ ვარ. ანუ არასდროს არ ყოფილიوار პარტიული. ომის შემდეგ, როგორც ითით ეს წეროვანის დევნილთა დასახლება, წელკანის დევნილთა დასახლება და არის კიდე ფრეზეთში, მცხეთის ტერიტორიაზე რაც არის აშენებული, მან ჩამოგვასახლეს, ესე რომ ვთქვათ, რა მოგვცეს კოტეჯები, ეს სოკოს სახლებს ვეძახით, ადგილობრივები თავიდანაც ესე ვეძახდით. და შესაბამისად ჩემი რაიონის ხალხი, ჩემი სოფლებიდან ძირითადად დასახლდა მაგ ტერიტორიაზე. 2016-ში, როდესაც ჩამოვედი და უკვე 2017 წლის არჩევნებისთვის მზადება იწყებოდა, მოვიდა ჩემთან ადამიანი, რომელიც ჩვენი ოჯახის ახლობელიც იყო და ამ პერიოდში დღეს აღარ არის, თუმცა იმ პერიოდში იყო ახალგორის რაიონის გამგებელი, ასე ერქვა. და საუბარი შედგა ასეთი, რომ მცხეთის საკრებულოში იყო საჭირო ადამიანი, რომელიც იქნებოდა დევნილების წარმომადგენელი, ასე რომ ვთქვათ რა, იმიტომ რომ რეალურად მცხეთის საკრებულოში ძალიან დიდი, არა მხოლოდ მცხეთის საკრებულოში, ეს საკრებულოდან არ მოდიოდა, რა თქმა უნდა, ეს ემოდან მოდიოდა ეს დამოკიდებულება, ამაზე შეგვიძლია მე ცალკე ვისაუბროთ. იყო ესეთი დამოკიდებულება, რომ ჩვენ არ ვიყავით მცხეთის მოსახლეობა და შესაბამისად ნაკლები რესურსი ხმარდებოდა იმ ტერიტორიების განვითარებას, იმ ადამიანებს, რომლებიც აი ესე ომის შემდეგ, ამხელა ფსიქოლოგიური სტრესის შემდეგ, ამხელა დანაკარგის შემდეგ ჩამოვსახლით და ეს არ იყო ხო ჩვენი გადაწყვეტილება, რომ ანუ ჭირდებოდა წარმომადგენელი ამ ადამიანებს. ჭირდებოდა წარმომადგენელი და ეს იყო ჩემი мотиваცია. თუმცა მე 25 წლის ვიყავი მაგ პერიოდში და ჩემთვის წარმოუდგენელი იყო ეგეთი დამოკიდებულება პირდაპირ გეუბნებით, რომ ადამიანებს
ელემენტარული, არ ვიცი რა, იმის განცდა არ ქონდათ, რომ ჩვენ ვიყავით ადამიანები 16 წელს ვიყავით ან ომის პერიოდში, ჩვენ ვიყავით ადამიანები, რომლებმაც გამოვიარეთ უდიდესი სტრესი, დავკარგეთ ყველაფერი, ჩამოვსახლით ახალ ტერიტორიაზე, რომელიც არ ყოფილა ჩვენი გადაწყვეტილება და დაგხვდა რაღაცა წარმომადგენლები ხელისუფლების, რომლებიც არ აღგვიქვამენ როგორც მცხეთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას და შესაბამისად რაღაცა ფიქრობენ, ეს რა თქმა უნდა ყველას არ ეხება და შესაბამისად რაღაცა ფიქრობენ, რომ ნაკლები რესურსი უნდა მოხმარდეს ამ ადგილების განვითარებას და ამ მოსახლეობის რაღაცნაირად ჩართულობას ადგილობრივი მცხეთის ამ შემთხვევაში მცხეთის მუნიციპალიტეტის ცხოვრების რიტმში. ხო და იმდენად წარმოუდგენელი იყო ჩემთვის ეს ყველაფერი, რომ არ ვიცი როგორ გითხრათ, რამე ეგ შევეჭეხე ისეთ აი მენტალურად განსხვავებულ დამოკიდებულებებს შევეჭეხე რა, რაც ჩემთვის მიუღებელი იყო. მე მესმის რომ ხა ქსნის ხეობა მაინც მთიულეთია და მთა და ბარი რაღაც კუთხით ხო განსხვავდება სხვადასხვა წესჩვეულებებიც არსებობს, თუმცა იმდენად დიდი კვეთაა, რომ ამ ხელა მენტალურ განსხვავებას ნამდვილად არ ველოდებოდი, რომ ესე შეიძლება ვინმეს აუგვექვა რა. ჩვენთვის ახლა სტუმარმა სპინძლობა ისეთი ამბავი იყო, რომ ელემენტარული ვიღაც რომ ჩვენს ქსნის ხეობაში რომ რაღაცა ადამიანი შემოვიდა და ჩვენთვის პირიქით რა, ანუ სტუმარი ღვთისაა და ანუ ის და ჩვენ პირიქით ვიყავით ადამიანები, რომლებიც აი იძულებით ჩამოვსახლდით რეალურად, ხო? ჩვენი არჩევანი რეალურად ეგ არ ყოფილა. ისევ მთავრობებმა გადაწყვიტეს, რომ მაგ ტერიტორიაზე უნდა დავსახლებულიყავით და ისევ მათი პასუხისმგებლობა იყო, რომ რეალურად ჩვენი მაქსიმალური ინტეგრირება მომხდარიყო და მაქსიმალური ჩვენი ჩართულობა, რათა ნაკლებად ეს ფსიქოლოგიური რაღაცა ტრავმები, რომლებიც გადავიტანეთ და რეალურად არც კი გადაგვიტანია ბევრ ჩვენგანს, იმიტომ რომ ჩარჩენილია ხო ქვეცნობიერი ამას ვერასდროს ვერ გაფილტრავს და ყოველთვის დარჩება ჩვენში, რაღაცნაირად შეემსუბუქებინათ, თუმცა ეს ყველაფერი არ ხდებოდა. და ნუ პირველი ჩემი როგორ გითხრათ ესეთი განსხვავებული რაღაცა პოლიტიკური ხედვები ზუსტად მანდიდან წამოვიდა, რომ ანუ მან დავაფიქსირე, რომ ერთი ვექტორით ვერ მოძრაობდით და ვერც ვიმოძრაობდით. ვისთან მიმართებაში, ხელისუფლებასთან მიმართებაში? ეს მე ვფიქრობ, რომ ეს უფრო ხელისუფლებასთან მიმართებაში იყო, იმიტომ რომ მაშინდელი პარლამენტის წევრი ვინც იყო მცხეთიდან პირადად მქონდა მასთან შეხება და პირადი საუბრებიდან გამომდინარე დავრწმუნდი, რომ პირადად მაქვს ნათქვამი აი პირდაპირ მასთან საუბარში, რომ ჩვენ მეთქი ვერასდროს ვერ ვითანამშრომლობთ, იმიტომ რომ რადიკალურად განსხვავებული ხედვები მქონდა. აი რაში იყო, რასაც დაინახე, რომ ცდებოდი. აი მოკლედ რო გითხრა, ესეთი საუბარიც კი მქონია, რაც ჩემთვის კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ წარმოუდგენელი იყო, რომ აი ვთქვათ რაღაცა ვარ არჩევნებში კანდიდატი, სადაც 10 სოფელში და 6-მა ამირჩია ვთქვათ. და ნუ ეს 4 რატომღაც ამ გვერდზე უნდა გაიწიოს. ნუ ჩემი პირადი ანუ მასი პოზიცია იყო ეს, რომ რადგან ამ 4-ში გაიმარჯვა. აი ვერაფრით ვერ დავარწმუნა ეს ადამიანები, რომ მე დამიჭირო მხარი. ანუ და უკვე მეორე არჩევნებია თუ მესამე, ესე იძახის თან რა მეორე მგონი. ხო და რეალურად რას ნიშნავს, ანუ ნაკლები ყურადღება მიექცეს. ნაკლები ყურადღება მიექცეს, კი რა თქმა უნდა. ანუ მას სოციალური პრობლემები დავიკიდოთ. არ აქვს მნიშვნელობა რა პრობლემებია, სოციალური რაც როგორი პრობლემებია, რეალურად რადგან მე ეს ადამიანები ვერ დავარწმუნე, რომ მე უნდა მომცენ დამიჭირონ მხარი, ესე ვთქვათ, შესაბამისად ხო რა, ანუ ნაკლები ყურადღება უნდა მივაქციოთ რა და აი რაღაცა აი ნამცეცები შეგვიძლია რომ გადავუგდოთ და არ ვაგზავნოთ თავის სრულფასოვან მოსახლეობად. თუმცა, როდესაც ისევ არჩევნების პერიოდი მოდიოდა, დიდი სამბით ჩამოდიოდნენ არა მხოლოდ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, არამედ პარლამენტის წევრებიც და მინისტრებიც და სხვადასხვა კომისიის თუ არ ვიცი კიდე წარმომადგენლები ჩამოყავდათ და დიდი ამბით ითხოვდნენ მხარდაჭერას რა თქმა უნდა. ხო და ჩემი დამოკიდებულება იყო პირიქით, რომ თუ რაღაც 10-დან ამირჩევს 6, მე მაქვს 4 წელი იმისთვის, რომ დავარწმუნო ეს დანარჩენი 4, რომ დაუშვეს შეცდომა. და დამიჭირო მხარი, იმიტომ რომ მე მთელ რესურსს გამოვიყენებ იმისთვის, რომ რეალურად ვიზრუნო თანაბრად იმ პრობლემების გადასაჭერად, რომელიც რეალურად მთლიან 10 სოფელში არსებობს, ხო და არა მხოლოდ 6-ში, იმიტომ რომ მიუხედავად იმისა, რომ მე 6-მა მომანიჭა, ვთქვათ, მანდატი თუ რაც ქვია, არ აქვს მნიშვნელობა, მე 10-ვეზე ავიღე პასუხისმგებლობა. და აი ეს პასუხისმგებლობა თუ თავიდანვე გააზრებული არ გაქვს ადამიანს, ჩემი აზრით შემდეგ უკვე ძალიან რთულია, რომ ამის გააზრება დაიწყო და შეძლო მით უმეტეს თუ რაღაცა გულში და გონებაში იმას რს იტოვებ, რომ
ვერანაირად ვერ მოაქცია შენ მხარეს და შესაბამისად ვერც მოაქცევ თუ იმ გადაწყვეტილებით იმოძრავებ რომ ნუ ეს 4 სოფელი ნაკლებად მნიშვნელოვანია სიტყვაზე და ნაკლები ყურადღება უნდა მიაქციეს შემდეგ 4 წელში. ბეკა ფიქრობ რომ ეს შენი ლოკალური შემთხვევა იყო თუ ეს ზოგადად ასე ვთქვათ პარტიის პოლიტიკა იყო აი არა ერთგულ მოსახლეობასთან მიმართებაში. მე ვფიქრობ რომ ეს რომ არ ყოფილიყო ან პარტიისთვის მნიშვნელოვანი რომ ყოფილიყო ასეთი ადამიანების გაფილტრა, რომელსაც მსგავსი დამოკიდებულება აქვს რეგიონების მიმართ, ან კონკრეტული ლოკაციების მიმართ, კონკრეტული მუნიციპალიტეტების მიმართ, ჩემს ეს მოახერხებდა ამის გაფილტრას. იმიტომ რომ პარტია ხო ხედავ მთლიანად, რომ პირველ 4 წელში კარგი გასაგებია, რომ ვერ მიიღე მხარდაჭერა, ხო? ანუ პირველ არჩევნებში უბრალოდ 4 წლის მერე კიდე რო არ გაქვს მხარდაჭერა, ჩემს მინიმუმ კითხვები უნდა დასვა და მინიმუმ კითხვები უნდა დაუსვა ზუსტად აი ამ ადამიანს, რომ რატო არ შეიცვალა ეს ყველაფერი, აბა რა გააკეთე? რატო ვერ ხედავს საზოგადოება იმას, რაც გააკეთე, თუ გააკეთე რამე? ხო და ჩემი აზრით ეს მთლიანად პარტიული და სამთავრობო პრობლემა იყო და არა ვიღაც კონკრეტული ერთი ადამიანის. ნუ შეიძლება ეს კონკრეტული ინდივიდიდან მოდიოდა, თუმცა საბოლოო ჯამში პარტია და მით უმეტეს სახელისუფლებო პარტია ვალდებულია, რომ დააზუსტოს მიზეზები, დააზუსტოს პრობლემები და იზრუნოს მათი გადაჭრის გზებზე. კარგი, ანუ 2021 წლამდე იყავი შენ, ასე ვთქვათ, მაშინ აი უკვე რა განწყობით წამოხვედი შენ, ასე ვთქვათ, როდესაც აი ამ 4 წელი იყავი, რაღაც შიგნიდან უყურებდი რაღაცეებს. ხო, აი შენ რა განწყობა დაგიტოვა და თქვათ აი რატო ჩათვალე, რომ აი ამ სისტემასთან ერთად შენ რაღაც ქვეყნისთვის, შენი სოფლებისთვის, თუ შენი მხარისთვის, შენი ხალხი, იმ ხალხს ვინც მხარი დაგიჭირა მანამდე, თქვათ, თუნდაც აღარ ღირდა, ასე ვთქვათ, ბრძოლა შიგნიდან რა. ჩვენ კიდე ერთად შეგვიძლია მოვიძიოთ ყველა ის ინფორმაცია, რომელიც ჩატანილი მაქვს მერიაში და საკრებულოში, აი ფურცლებზე დაწერილი, გინდა სიტყვიერი, გინდა რამდენიმე ადამიანი, ვისაც სურვილი ჰქონდა ჩემი პირადი მანქანით ავსულვარ, ჩამისვამს მანქანაში ჩავამიყვანია მერთან შესახვედრად, გუბერნატორთან შესახვედრად და ჩამიშლია ეს პრობლემები. და აი მაქსიმალურად ვცდილობდი იმას, რომ ადამიანები, ანუ ადგილობრივი მოსახლეობა ჩართული ყოფილიყო ამ პრობლემების მოგვარებაში. აქ პრობლემა არ იყო მხოლოდ ეს აუცილებლად უნდა ვთქვა, რომ აქ პრობლემა მხოლოდ მმართველობაში არ იყო და მუნიციპალიტეტის ასე რომ ვთქვათ მერიებში ან თუნდაც საკრებულოს წევრებში ძალიან დიდი პრობლემა დავინახე საზოგადოებაში. საზოგადოებაში დავინახე ის პრობლემა, რომ ჩვენ ადამიანები ასე სოფლებში იქნება, რაიონებში იქნება, სულ ვესაუბრებით ერთმანეთს ყოფით პრობლემებზე. თუმცა, როდესაც პირისპირ ვდგებით მერებთან, რაღაცა პარლამენტის წევრებთან, სხვადასხვა ადამიანებთან, რომლებიც ჩვენს მხარდაჭერას ითხოვენ, ამ პრობლემებზე ღიად არ ვსაუბრობთ. ანუ ჩამოდიან ეს ადამიანები, დიდი სამით დადგებიან, რაღაც პატარ-პატარა განცხადებებს გააკეთებენ, რაღაცა მოსახლეობას შემოიკრებენ, ესენი ტარჩს დაუკრავენ, დაემშვიდობიან თავის ეს მე რაც შევამჩნიე პირდაპირ გეტყვით, რომ მაინც ძირითადად ასეთ შეხვედრებზე მაინც ჩვენი მშობლების და ბებიაბაბების თაობები არიან ხოლმე და მაინც რაღაც დავინახე, რომ თითქოს ამ თანამდებობის პირებს რაღაცა აღმატებულ ხარისხს აქვს რაღაც ხელისუფლება. ხო რა, აი იმის გააზრება ნაკლებად ხდება, რომ რეალურად ჩვენი დასაქმებული ადამიანები არიან ეგენი, ანუ ჩვენ ვანიჭებთ ყველანაირ შესაძლებლობას, ყველანაირ მანდატს, ჩვენ ვასაქმებთ, აი როგორ ვთქვა. ჩვენ ვართ მათი ხო, ანუ ეგრეა რა, ჩვენი გადასახადებით ვახდენ რეალურად ისინი რომ ყოველ როცა მოესურვებათ ხელფასსაც ისე რომ იმატებენ როგორც უნდათ, ანუ რეალურად ჩვენ ვაძლევთ მაგის შესაძლებლობას და შესაბამისად ჩვენი არჩევანიდან მოყოლებული გვაქვს მოთხოვნის უფლება. ანუ შენ უნდა მოითხოვო, რომ კი, გასაგებია რომ 4 წელი თაგირჩი, მაგრამ ეხლა პირველივე წელში თუ ქმედება არ გაქვს დაწყებული, მე ეს 4 წელი აღარ უნდა დაგეულო შენ. მე უნდა გამოვიდე პირველივე წელს და მოგთხოვო შენ, რომ მე მოგანიჭე ეს შესაძლებლობა, მე დავიჯერე რომ შენ გაქვს ამის რესურსი, პირველ რიგში გაქვს სურვილი და მზაობა, რომ ეს ყველაფერი გადაჭრა, იცნობ ადგილობრივ პრობლემებს და შენ უნდა გქონდეს ამის რეალური მოთხოვნილება, შინაგანი ადამიანური მოთხოვნილება, რომ შენ დაეხმარო ადამიანებს, რომლებმაც დაიჯერეს შენი, რომლებსაც ნდობა გაუჩნდათ შენ მიმართ, ხო? და არ ვიცი რა, აი ამის გააზრება უნდა დავიწყოთ. თუმცა ძალიან რთულია იმ საზოგადოებაში ამის გააზრების დაწყება, რომელიც საზოგადოებაც ფიქრობს, რომ მათი ხმა გადამწყვეტი არ არის, მათი ხმა მნიშვნელოვანი არ არის. და შესაბამისად ამიტომაც ხდება ჩემი აზრით, რომ ბევრი ადამიანი რაღაცა ერთჯერადი, რაღაცა ბენეფიტის
სახით თანახმა იმაზე, რომ საკუთარი ხმა უბრალოდ არაფრად ჩააგდოს, ესე რომ ვთქვათ რა, იმიტომ რომ როდესაც შენ მიდიხარ არჩევნებზე და აკეთებ არჩევანს არა იქიდან გამომდინარე რომ შენ იმედი გაქვს და გწამს რაღაცის, რომ შეიცვლება რეალურად შენი ხმა რაღაცა შეცვლის, არამედ იმიტომ რომ მაინც არაფერი არ შეიცვლება და მოდი რა მნიშვნელობა აქვს რაღაც ბენეფიტს ავიღებ და რა მნიშვნელობა აქვს ვის შემოვხაზავ, ხო? შესაბამისად მე მოთხოვნაც აღარ გაქვს. ანუ იმიტომ რომ მაინც იმ მოლოდინით წახვედი არჩევნებზე, რომ იცოდი რომ არაფერი არ შეიცვლებოდა რა. ამიტომაც ძალიან მნიშვნელოვანია რომ ჩვენ განსხვავებული თაობა ვართ, კიდევ ერთხელ მინდა რომ გავიმეორო და აუცილებელია უკვე რომ ჩვენი თაობა, აი ზუსტად ის თაობა, რომელიც აი ამ ბოლო 36 წლის განმავლობაში დამოუკიდებელ ქვეყანაში სხვა ღირებულებებით, შედარებით თავისუფალ გარემოში, შედარებით და ამ ყველაფრისთვის ხო ჩვენმა მშობლებმა და ჩვენმა ბებიაბაბებმა იბრძოლეს და იზრუნეს, ხო და ჩვენ უკვე ჩვენზე იმედებით დაამყარეს ამ ადამიანებმა და უკვე დრო არის რომ აი ამ ამაგის ასე რომ ვთქვათ არ ვიცი რაღაც დავაფასოთ ეს ამაგი და რაღაცა ქმედით ნაბიჯებზე გადავიდეთ ჩვენი თაობა და ჩვენ ვართ თაობა რომელსაც ამ ყველაფრის შესრულების რესურსი გააჩნია და ესიც ის არა მხოლოდ ჩვენი მშობლების თაობა, მაგრამ ჩვენი ბებიაბაბების თაობაც ყველა მიცის ეს რომ ჩვენ განსხვავებული თაობა ვართ და განსხვავებული თაობა ვართ იმიტომ რომ მათ შეგვიქმნეს ეს პირობები რომ აი ესეთი განსხვავებული თაობა ყოფილიყავით თუმცა ისიც გასათვალისწინებელია რომ ჩვენ საბოლოო ჯამში მაინც საბჭოთა მენტალობაში გაზრდილმა თაობამ გაგზარდა და რაღაც გარკვეული ხო იარები, გარკვეული კომპლექსები, რაღაცები დაგვიტოვა, თუმცა ჩვენ ვფიქრობ რომ გვაქვს მაგის ძალა რომ ეს ყველაფერი საკუთარ თავში გადავლახოთ და რაღაცა მართვის სადავეებზე უკვე კი, ანუ ეგ გამოსავლის ძიება, ასე ვთქვათ, საალკე ნაწილია და მაქამდეც მივალთ. თუმცა ანუ აი ამ ეტაპზე ხო ბექა შენ ერთ-ერთი ადამიანი ხარ, ვინც ჩართულია აქტიურად ამ პროტესტში, რაღაც ბევრ ჩვენ რაღაც თანამებრძოლთან ერთად და ანუ პრინციპში აი ყველას რაღაც ვცდილობ ხოლმე ვკითხო, აი ეს მარტივი თითქოს, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი კითხვა. აი რა არის ის, რის გამო ჩვენ ეს ხელისუფლება არ მოგწონს და რის გამოს იბრძვი შენ ამ პროტესტში და ხარ ამის მონაწილე. აი შენთვის პირადად რა არის, რაც არ მოგწონს ამ ხელისუფლებაში და გაიძულებს იყო ამ პროცესის მონაწილე. პირველი და ძალიან მნიშვნელოვანი ის არის, რომ ეს ხელისუფლება ემოციებით გვეთამაშება. რაში გამოიხატება? ეს ელემენტარულია, მე მგონი ყველასთვის ნათელი უკვე რაშიც გამოიხატება, ხო? ომის პროპაგანდა პირველ რიგში. ანუ თუ შენ არ იზიარებ იმას, რომ საფრთხე რეალურია, რაღაცა მსგავსი მოხდეს, რაც უკრაინაში ხდება დღეს. იცი რა არის, ანუ რეალურად თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ რუსეთი არის რეალურად ნაკლებად პროგნოზირებადი, მით უმეტეს ბოლო პერიოდში, ну ესე რომ ვთქვათ, ყველაფერი გაუვიდა, რასაც ძალადობით მოკიდა ხელი, ხო? შესაბამისად რაღაცებს ესე გადაჭრით ვერ გამორიცხავ ვერასდროს, მით უმეტეს, როდესაც პროცესში არ ხარ, ხო, ბოლომდე ჩართული. თუმცა სხვა ქვეყანაში მიმდინარე ომი გამოიყენო შენს ხალხზე ფსიქოლოგიურად ძალადობად, ეს არის ჩემთვის მიუღებელი. პირდაპირ ვამბობ და პლუს საუბრობდე ისეთ საკითხებზე, რომლებიც ანუ აშკარად დეზინფორმაციაა, ხო და შენ იაზრებდე იმას, რომ რეალურად დაჭერილი გაქვს რაღაცა ადამიანების ემოციური ფონი, რომელზე ზემოქმედებითაც ფიქრობ, რომ რაღაც გარკვეული მხარდაჭერა მოიპოვო საზოგადოებაში. ან შენ ფიქრობ, რომ ეს შიშები ხელოვნურად არის შექმნილი, რაც არსებობს. ეს შიშები რეალურად ხელოვნურად შექმნილზე არ არის აქ საუბარი, ნახეთ, ეს შიშები ამ შიშებს აქვს საფუძველი. კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩვენ გამოვიარეთ ომები და ნუ 2008 წლის ომი არც თუ ისე დიდი ხნის წინ იყო, ხო? და შესაბამისად მე მახსოვს მაგ პერიოდში, რომ ყველას ჰქონდა მოლოდინი, როდესაც ტანკები დაიძრნენ, სანამ ახალგორის გადასახვიდან გადაუხვდნენ და წავიდნენ ქსის ხეობისკენ. ყველას ჰქონდა მოლოდინი, რომ არავინ არ იცოდა თბილისისკენ მოდიოდნენ, თუ სად მიდიოდნენ, თუ სად გაჩერდებოდნენ, თუ სადამდე მოვიდოდნენ და რაღაცას გვესროდნენ, თუ არ გვესროდნენ, ხო? ეს შიში გამოვიარეთ ყველამ, ეს მარტო გორის ტერიტორიაზე ან რაღაც ქსის ხეობის ტერიტორიაზე ან რაღაცა 30-35 წლის წინ მხოლოდ ცხინვალის და აფხაზეთის ტერიტორიაზე არ გამოგვივლია, ხო? კი და აი ამ ლეგიტიმურ შიშზე ეს შემთხვევით ხარ იმას უქნეთ ზუსტად იმიტომ რომ ჩვენ ეს აი ზუსტად მაგას ვამბობ რა, მათ იციან რომ ჩვენ პასუხი რა არის, ანუ მათ ამ ნარატივზე და ამ პროპაგანდაზე
ჩვენ ყოველთვის ჩვენ ქართულს ეუბნები ასე ვთქვათ, ანუ რითი ამშვიდებ, ხო ისინი რას ამბობენ, რომ ჩვენ თუ არა ომი იქნება, ხო? ანუ შენი პასუხი მათ ამ პოზიციაზე და თუ განცხადებაზე და თუ ნარატივზე რა ჩვენ 2008 წლიდან 2012 წლამდე ქართული ოცნება არ ყოფილა ხელისუფლებაში, მაგრამ ომში არ ყოფილვართ. ანუ ომი არ გქონია. კი. აი ეს იქნება პირდაპირი პასუხი, რასაც ვიტყვი და აქედან გამომდინარე ვიტყვი, რომ ქართული ოცნება არ არის ერთადერთი გარანტია ამ ქვეყანაში იმისა, რომ ომი არ იყოს. კი, ხო, ანუ მე ვფიქრობ, ხო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ისია, რომ არავინ არ აპირებს რუსეთს არავინ არ აპირებს, კი, რა თქმა უნდა. ყველას გვესმის, რომ საუბარი რუსეთთან არის კიდე, რომ აუცილებლად უნდა ვისაუბროთ რუსეთთან, აუცილებლად უნდა ვისაუბროთ რუსეთთან. ერთი რამ არის კიდე, რომ გარდა იმისა, რომ 4 წელი ვიყავით ქართული ოცნების გარეშე, ვარსებობდით და ომი არ იყო ამ ტერიტორიაზე, გარდა მაგისა უნდა გვახსოვდეს ერთი რაღაც, რომ ქართველებს ახლა ომით ვერ გაგვაყურებს ვერავინ, ანუ მთელი ცხოვრება ბრძოლაში ვიყავით, მთელი ცხოვრება ვიბრძოლით, არასდროს არ ყოფილვართ აგრესორი ერიდან, ამას ხაზი უნდა დავუსვათ, ხო? ჩვენ ყოველთვის ვიბრძოდით საკუთარი საზოგადოებისთვის, საკუთარი ტერიტორიებისთვის და ჩვენ ყოველთვის ჩვენ მხარეს ამიტომაც იყო სიმართლე და ჩემი არის ამიტომაც გადავრჩით და ამიტომაც მოვაღწიეთ აქამდე. და რეალურად თუ კიდე დავდგებით იმ საფრთხის წინაშე, რომ ვიღაც შეიძლება დაგვემუქროს, არ შეიძლება რომ შეშინებული ერი დავხვდეთ. კი, ეგ არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინასწარ კაპიტულაციას თუ აცხადება ყველაზე ცუდი. აი მაგის თქმა მინდა რა, რომ არ შეიძლება ერს აშინებდე იმით, რაშიც ჯერ არ ხარ და რისი რეალური საფრთხეც ჯერჯერობით არ არსებობს. ნუ ყოველ შემთხვევაში მე ვერ ვხედავ. კი, მესმის ვიღაცაები შეიძლება რაღაცა გამოსავალს ხედავდნენ და რაღაცა მედროვე ადამიანებს ვეძახი რა, ვერ ხედავდნენ რეალურ გარემოს და აი რადგან უკრაინა ომშია ჩართული, მოდი დრო ვიხელთოთ და ჩვენც რაღაცა აქედან შევუტიოთ ან რაღაცა მარგინალური არასდროს ხო, არც ჩვენ მხარეს და არც ერთ იმაშია სერიოზულად მაგას არავინ არ საუბრობს. ზუსტად მაგას ვამბობ რა, რომ ეს არის პროპაგანდა, რომელსაც საზოგადოების დაშინებამდე მივყავართ და რომელმაც რეალურად შეიძლება მიგვიყვანოს იმ ეტაპამდე, რომ თუ დაგჭირდა ქუდი ქუდზე კაცი, როგორც ბევრჯერ დაგჭირვებია, ხო და მზადება ყოველთვის მზაობა ამისი ყოველთვის ქონია. არასდროს არ ყოფილვართ აგრესორები, თუმცა თავდაცვისთვის მზაობა ქართველებს ქონდა ყოველთვის. და აი ამ ფსიქოლოგიურმა წნეხმა შეიძლება ჩვენ მიგვიყვანოს იქამდე, რომ თუ რა თქმა უნდა არ ვისურვებ ამას და მე მჯერა რომ ჩვენ აქ არ მივდივართ მაგ მიმართულებით და არ გვემუქრებათ და საერთოდ ისეთი ისტორიის მქონე და იმ ხელა საუკუნოვანიერი ვართ რომ ჩვენ გენოციდს ვერავინ ვერ მოგვიწყობს მაგის მჯერა და მაგის მინდა რომ საზოგადოებას ჯეროდეს და წამდეს მით უმეტეს 21 საუკუნეში ავიცი არ არსებობს ძალა რომელიც ამის გამკეთებელია და უბრალოდ აი ამ ფსიქოლოგიურმა ძალადობამ არ მინდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ჩვენ როცა საბრძოლველი გვექნება, ვერ ვიბრძოლოთ. და ამან შეიძლება რეალურად შიდა სახელმწიფოებრივ ასპარეზზეც მიგვიყვანოს მაგ სიტუაციამდე, რომ ჩვენ შეიძლება არ გვყავდეს ვიღაც გარე მტერი, თქვათ, ასე რომ ვთქვათ, არავინ არ გვიტევდეს გარედან და იარაღით არავინ არ მოდიოდეს, მაგრამ ძალადობდეს ფსიქოლოგიურად ძალადობდეს დეზინფორმაციით, ძალადობდეს სხვადასხვა ბერკეტებით და საზოგადოება უკვე იმდენად იყოს შეშინებული ამ ომის ნარატივით, ხო? ამ ბრძოლასთან, აი როგორ გითხრათ. საზოგადოებამ შეიძლება ის ჟინი დაკარგოს, რასაც ბრძოლის ჟინი ქვია, როცა საჭიროა. კარგი, რომ შევაჯამოთ ამ ეს პუნქტი, რაც შენი პრეტენზია ხელისუფლების მიმართ არის ის, რომ манипуლირებს ხალხის შიშებზე და ერთ-ერთი ეს ბოლო პერიოდში კიდე გამოიკვეთა, თორემ მანამდეც ჩემთვის ნათელი იყო ბევრი რამ რა კიდე აი სხვა რა არის, თქვათ, რის გამოჩენ არ მოგწონს დღევანდელი ხელისუფლება. ხო, ანუ ამ ხელისუფლებაში კიდე რა არ მომწონს პირდაპირ გეტყვი, ამ ხელისუფლებაში ვერ დავინახე, რომ ცვლილებების მზაობა ქონდათ და კერძოდ გეტყვი ძალიან მარტივად, რომ ძალიან ბევრი იდეას, რომელსაც რეალურად ფიქრობ, რომ მოყვება შედეგი და რეალურად ფიქრობ, რომ კი არ ფიქრობ, ანუ მიგაქვს იდეა და ეუბნები, რომ აი ამ იდეას სჭირდება შედარებით ნაკლები რესურსი და იქნება შედარებით ეფექტური. და წამოვიდა ესეთი ნარატივი, რომ კაი რა, რაც არის ის ხო მუშაობს და დაანებე რა წავიდეს რა იმუშაოს. მეც როგორც ყოფილი საჯარო მოხელე და აი საჯარო სისტემაში ყველგან ხდება აი რაღაცა ზედმეტი ინიციატივას ბლოკავენ რა, კიდევ ანუ კაბინეტებში დაბარება და საქმის გარჩევა ჩვეულებრივი რაც გამოვიარე, რაც ჩემთვის მიუღებელია, მით უმეტეს 25 წლის ბიჭს ახლა კაბინეტში რო იბარებ და 6 ტიპი ხვდები და რაღაცა შენ რაღაცა ამბიციები გაქვს და რაღაცა ესე ელაპარაკები, მაგას მე პირადად ვერ ავიტანდი, აი პირდაპირ გეუბნებით და
სხვათა შორის ერთი ეგეთი ამბავი, რომელიც გამოვიარა, შეგიძლიათ ცხეთის მუნიციპალიტეტში მოიგიხოთ ყველა მიცის ისეთი ხმამაღალი საუბარი შედგა, რომ თელმო სამასართულმა გაიგო რეალურად ჩემსა და მერს შორის, მაშინდელნას შორის, ხო? და ესეთი დამოკიდებულებები ჩემთვის მიუღებელი იყო, მით უმეტეს ამ ერთთან ძალიან კარგი ურთიერთობა მქონდა, წინა საარჩევნო განსაკუთრებით შეხვედრებზე ჩემ მიმართ ძალიან კარგ და თბილ დამოკიდებულებას იჩენდა, ძალიან დადებითი სიტყვებით საუბრობდა ჩემზე ყოველთვის და უცებ რაღაცა რომ მითხრეს რომ კაბინეტში რაღაც შეინახო, და მე რაღაცა ისე ავედი რა, რომ რაღაცა შემართება მოხსნა, მეთქი რაღაცა კარგი ამბავია რაღაცა ხო უნდა გავაკეთოთ რაღაცა და დამხვდა სრულიად რადიკალურად განსხვავებული. ამის მიზეზი იყო კიდევ ერთი ჩემი ინიციატივა იმასთან დაკავშირებით, რომ სოციალურ კომისიას ეხებოდა რეალურად, სადაც არასდროს არ ყოფნიდა კვარტალური თანხა კვარტლის ბოლომდე. ხო და რეალურად იქაც გამოვთქვი, ასე რომ ვთქვათ, მოსაზრება, რომ ჩვენ არ ვაკეთებდით არ ვახორციელებდით ამ ხარჯების ისე გადანაწილებას, როგორც რეალურად საჭირო იყო და როგორც შესაძლებლობა გქონდა რა, გქონდა ძალიან ბევრი შესაძლებლობა, თუმცა არ ხდებოდა სამართლიანად ამ ყველაფრის კეთება რა. და ეს ვთქვი სოციალური კომისიის ხდომაზე ჩვეულებრივად, ერთ-ერთი ხდომის დროს და ამ კომისიის თავმჯდომარე მაგ მომენტში იყო მერის ერთ-ერთი მოადგილე, რომელმაც შესაბამისად მერე მერთან რაღაცა არ ვიცი როგორი სიტყვებით მეიტანა, თუმცა ერთ-ერთი რაც ვიცი ის არის, რომ იქ არავის პრეტენზია არ ქონდა, რომ მე ვინმეს შეურაცხყოფ მივაყენია, რამე ზედმეტი ვთქვი, იმიტომ რომ არ ვარ ეგ ადამიანი რეალურად. ხომ ახლა ისაუბრე პრობლემას. კი, რა თქმა უნდა, უბრალოდ ვთქვი, რომ ეს პრობლემა იყო და რატო იყო პრობლემა ესეც ვთქვი. კიდევ ერთ ვიტყვი, დავამატებ და აი ამ პირადი დაპირისპირების გამო ორი ადამიანი დატოვა, რეალურად დაფინანსების გარეშე. ეგ კიდე წარმოუდგენელი იყო საერთოდ რა, მანდაც პირდაპირ ვუთხარი, რომ მეთქი მისმის, მაგრამ არ შეიძლება მოსახლეობა იყოს დაზარალებული იმის გამო, რომ შენ მე არ მოგწონვა. მე შენ არ მომწონხარ, იმიტომ რომ ჩვენ აქ ვართ იმისთვის, რომ საქმე ვაკეთოთ, საქმე არის საქმე, პირადი ურთიერთობა არის პირადი ურთიერთობა. ორი პრინციპი ერთმანეთიდან გამომდინარე შეკითხვა. რატო გადაწყვიტე შენ რაღაცა ბრძოლაში აქტიურად ჩაერთო, ასე ვთქვათ, პოლიტიკაში დაბრუნდე, ასე ვთქვათ და რაღაცა აქტიური იყო ამ პოლიტიკურ ველზე, გააქტიურდე და შენ როგორ ხედავ დღეს გამოსავალს, დღეს ცოტა ისეთი სიტუაციაა, რომ რაღაც თითქოს მოსახლეობის ნაწილში აქ თქვა, რაღაც თითქოს უიმედობაც გაჩნდა, რომ აი რაღაც ეს პროტესტი მიმდინარეობს, ჯერჯერობით შედეგი არ გვაქვს, რაღაც ეს ოპოზიციის მიმართ სრული უნდობლობაა, საზოგადოების მიმართ და პირველ რიგში იმ ხალხისგან, ვინც იქ დგას და ძალიან მეცინება რომ იმათ ნაცებს და იმ რაღაცებს ეძახიან იქ რომ მოусმინო ხალხს ყველაზე მეტად გაიგებ ხელისუფლებას მეტად შეიძლება ოპოზიციას აკრიტიკებენ. და ასეთი რთული რეალობის წინაშე აღმოჩნდით. შენ როგორ უყურებ ამ გამოსავალს და შესაბამისად შენს როლს ამ პროცესში? რეალურად 2020-ის არჩევნებში საერთოდ გამოთიშული ვიყავი და არ ჩავერთე. იგივე გავაკეთე 2021 წლის არჩევნებში, საერთოდ არ ჩავერთე, არავის არც მხარე არ ყოფილვარ და მით უმეტეს მე თვითონ მონაწილეობა არ მიმიღია. 2024 წლის არჩევნებისთვის, ჩემი მეგობრების დამსახურება იყო, რომ ისო გავაქტიურდი და რაღაცა მაქსიმალურად ვცდილობდი, რომ რამენაირად მრავალპარტიული პარლამენტი მიგვეღო, იქიდან გამომდინარე, რომ ვფიქრობდი ეს პარტიები რაღაცა იმის გამო რომ უფრო მეტი მხარდაჭერა დაიმსახურებინათ საზოგადოებაში, რაღაცა ბევრი ინიციატივით შევიდოდნენ და ბევრი კარგი საქმის გაკეთებას დაიწყებდნენ, ხო? თუმცა არ დაგვიდგა ეს რეალობა, რაც შეეხება იმას, რომ ქუჩაში მდგომ ადამიანებს ყველას ერთად რაღაცა ესე ნაცებს და უსამშობლოებს და ასე შემდეგ გვიწოდებენ. ჩემი აზრით საზოგადოებამ ეს არ უნდა დაიჯეროს ერთი ძალიან მარტივი მიზეზის გამო, რომ ოქტომბრის ბოლოს იყო არჩევნები და საზოგადოება ერთი თვის მერე, რაც კობახიძემ ვიცით რა განცხადებაც გააკეთა, მხოლოდ მაგის მერე გამოვიდა ქუჩაში. კი, მანამდე იხვეწებოდნენ ეს პარტიები. მანამდე იხვეწებოდნენ პარტიები, რომ რაღაცა იქნებ ქუჩაში გამოხვიდეთ, რაღაცა გავაკეთოთ, იქნებ ეს ვქნათ, ხო? რეალურად მე ვიყავი მაგ არჩევნებში სამუბანზე წარმომადგენლად და ნათელი იყო ეხლა რაც ხდებოდა, ხო? იყო რა თქმა უნდა, იქაც ფსიქოლოგიური ტერორი მიდიოდა, მეტი არაფერი. ეხლა ვიღაცამ რო თქვა, გასაგებია ვიღაცები შეიძლება მოისყიდეს იქ რაღაცა ის. ხო, მაგრამ უსამართლო გარემო იყო რეალურად საარჩევნო უბნების წინ შეკრებილი უამრავი ადამიანი, რომელიც თითოეულ ადამიანს სანამ ხმის მისაცემად შევიდოდა, ან მხარეზე ხელს ურტყავდნენ, ან ჩაუსტვენდნენ, რაღაცა ჩაუყარდნენ, რომ დიდი ძმა გიყურებს. ხო, რა, ბიბლიოთეკაში. ხო, აი ეგ ამბავი იყო, რაც
აი არ ვიცი წარმოუდგენელი სანახავი იყო და მე დარწმუნებული ვარ რომ თითოეულმა ადამიანმა და მნიშვნელობა არ აქვს ვის მისცა ხმა ამ არჩევნებში ეს ყველაფერი ნათლად დაინახა და კიდევ ერთ რამეში დავრწმუნდი რომ ამ არჩევნებში ადამიანები ვისაც არ უნდა მიგვეცა ხმა ოპოზიციისთვის თუ ქართული ოცნებისთვის არ ვგრძნობდით თავს კომფორტულად საკუთარ არჩევანში აი არ ვგრძნობდით ფენომენია კი არ ვიყავით კომფორტულად, აი დარწმუნებულები ვიყავით, რომ აი რაღაცა დიდად რაღაცა არაფერი მაინც არ შეიცვლებოდა რა და აი უბრალოდ რაღაცა მოლოდინებზე და თითიდან გამოწავე რაღაცა კი და ეგ მნიშვნელოვანია გამოკიდებული ხო ჩვენ მხარეს ეგ კარგად ვიცით რომ ანუ ეს ყველა ოპოზიციურ პარტიას ვისაც ხმა მივეცით აი ჯანდაბას ეს აბარავქნათ და მაგრამ იქით მხარესაც ქართულ ოცნებასაც ვისაც მისცა იქაც ძალიან დიდმა რომ ძალიან დიდი დისკომფორტი იყო აი პირდაპირ ვამბობ მე ხა ძალიან ახლო ადამიანები მყავს, რომლებმაც 41 შემოხაზე და ზუსტად ვიცი და არც დაუმალავთ და რა ვიცი ხა მე იმ ადამიანებს ცხოვრებაში არც მონას არ დაუძახებ, არც ქოთს არ დაუძახებ, არცნაირად და შესაბამისად არა მხოლოდ იმ ადამიანებს არავის არ ვეძახი, იმიტომ რომ ვფიქრობ რომ ამ არჩევნებში რეალური არჩევანის შესაძლებლობა ჩვენ არ გვქონდა. ან არ გვქონდა რა ეს უნდა დავინახოთ ყველა. რაც შეეხება გამოსავალს, კიდევ ერთხელ გავიმეორებ რომ გამოსავალს ვხედავ ჩვენს თაობაში. იმ თაობაში რომელიც ბოლო 36 წელს განმავლობაში გავიზარდეთ იმ გარემოში, რომელმაც იცის თავისუფალი საქართველო, დამოუკიდებელი საქართველო რას ნიშნავს, იცის თავისუფალ გარემოში გაზრდა რას ნიშნავს და აი ზუსტად ასეთ გარემოში და ეს არის ჩვენი მშობლების დამსახურება, ჩვენი ბებია-ბაბების დამსახურება, რომლებმაც მაქსიმალური აი საკუთარი სიცოცხლის ფასად, ხო, ეხლა 9 აპრილი ახლა ხანს იყო და ძალიან კარგად ვიცით რა მოხდა. ნუ უცხო ძალას რა ქვია, ისიც ძალიან კარგად ვიცით, ხო? და აი ამ ადამიანებმა საკუთარი სიცოცხლის ფასად მოიტანეს ის გარემო, რომელშიც ჩვენ გავიზარდეთ. და ამ ადამიანებმა ძალიან კარგად იციან, რომ ჩვენ ვართ თაობა, რომელსაც აქვს შესაბამისი განათლება, უკვე შესაბამისი გამოცდილება და ჩვენ უკვე მზად ვართ, რომ პოლიტიკურ ველზე შევიდეთ საკუთარი წესებით. იმიტომ რომ ის წესები, რომლებიც დღეს პოლიტიკურ ველზე არსებობს ოპოზიციას შორის ერთმანეთში და პლუს ოპოზიციასა და ქართულ ოცნებას შორის, ჩემთვის არის მიუღებელი და სრულიად ასწენილი პოლიტიკას, სრულიად ასწენილი დიპლომატიას და პირდაპირ ვიტყვი სრულიად ასწენილი ქართველობას, იმიტომ რომ მე გავიზარდე მენტალიტეტით, სადაც ადამიანის შეურაცხყოფა მიღებული არ იყო. ეს იყო პირველ რიგში ქართველობა, რომ შენ ესე რაღაცა კი ვიღაცას განსხვავებული აზრი ყოველთვის ქონდა, ერთ აზრზე საბოლოო ჯამში მთლიანად ვერასდროს ვერ იქნები, თუმცა რაღაცა ესე ღია დაყენებდე შეურაცხყოფას და მე ეს მთლიანად საზოგადოებას გადასდო, აი ეს შეურაცხყოფა განსხვავებული აზრის გამო, იმის გამო რომ შენ ვიღაც სამომრჩეველი ხარ, მე ვიღაც სხვისი ამომრჩეველი ვარ, მე და შენ შეურაცხყოფას ვაყენებდით, ეს არის ჩემთვის მიუღებელი. კი, ეს ერთ-ერთი პრობლემა ჩვენი საზოგადოების კრავს ამ სკროლში ჩავთვლეთ და ორივე მხარე ამას ხელს უწყობს. კი, ორივე მხარე უწყობს ამას ხელს, რა მიუხედავად იმისა, რომ ორივე მხარე ლაპარაკობს პოლარიზაციის დასრულებაზე, მაინც პირიქით, კი, რეალურად პირიქით მიმართავს ამ პროცესს. კი, ესეც მეფოს სპეციალურად რომ შენ არ გაბედო იქით გადახვიდე, ანუ ერთმანეთს გადაემტეროთ, ანუ მაგალითად ამიტომ არის აუცილებელი რომ ჩვენი თავობა დავზიგეთ ფეხზე და თამამად ვთქვათ, რომ ჩვენ გვაქვს რესურსი, გვაქვს შესაძლებლობა, ეს რესურსი და შესაძლებლობა გვაქვს იმიტომ რომ ჩვენმა მშობლებმა, ჩვენმა ბებია-ბაბებმა ეს გარემო შეგვიქმნეს და ვთქვათ ერთი რამ, მადლობა ყველაფრისთვის, მადლობა ამ ბრძოლისთვის მთელი ამ 36 წლის განმავლობაში, ხო, შორს რო აღარ წავიდე, იმიტომ რომ მთელი ცხოვრება ვიბრძვით, კიდევ ერთხელ ვიტყვი. მადლობა ნაციონალურ მოძრაობას 2003 წლისთვის, მადლობა ქართულ ოცნებას 2012 წლისთვის, თუმცა თქვენი პოლიტიკური შესაძლებლობები, თქვენი ინტელექტუალური შესაძლებლობები ჩვენ უკვე ვნახეთ, ამოწურულია და ჩვენ საზოგადოება ვერ გაგვაერთიანეთ. ჩვენი ქვეყანა, როგორც მენტალურად, ისე ტერიტორიულად, ისე არ ვიცი, ყველანაირად რომ ჩამოვთვალოთ, დაყოფისკენ მიყავთ და არა გაერთიანებისკენ. ეს არ არის პოლიტიკა, რასაც თქვენ აკეთებთ და არ შეიძლება პოლიტიკურ მხარდაჭერას რაღაცნაირად ანუ ახერხებ თუ ითხოვდე თუ რაღაცნაირად ანუ ისეთ ჩარჩოებში აქცევდე რომ საბოლოოდ ფსიქოლოგიურ ძალადობამდე მიდიოდე მოსახლეობის. და ამ ყველაფერს რაც ყველაზე მეტად მტკივა ის არის რომ ვეწირებით ახალი თაობა ისევ და ისევ. ისევ და ისევ ვიღაცა პოლიტიკური პარტიები ერთმანეთში რაღაცებს ვერ არკვევენ, უკვე იმდენი შეურაცხყოფა მიაყენეს ერთმანეთს და უკვე იმდენად რაღაცა თან დაბოღმილები არიან და თან ერთმანეთთან შურისძიების მომენტი აქვს და ეშინიათ კიდეც ერთმანეთს რომელიმე რაღაცა მართვის სადავეები ხელში არ ჩაიგდოს და საბოლოო ჯამში აგერ პოლიტპატიმრები ყავს, რომლებიც არიან სტუდენტები.
და რომელთა მშობლებიც რატო ვერ მივიდა მაგალითად ქართული ოცნების წარმომადგენლები ხა 9 აპრილს მემორიალთან. ხო, ეს არც ერთი ოპოზიციური პარტიის და არც ერთი ჩემი დამსახურებაც არ იყო. ეგ ერთადერთი რატოც ვერ მივიდნენ იყო რომ იქ იყვნენ მშობლები, პატიმრების მშობლები. ეს ყველამ უნდა დაინახოს, ეს ყველამ უნდა გაიაზროს, უბრალოდ აი მშობლებს ვერ გაუსწორებდნენ თვალს. აი დედებს ვერ ჩახედავდნენ თვალში. კი და მაგათ ვერ გაწიეს ძალადობრივი მაგდენის ხო ვერ იძალებდნენ მშობლებზე რა, თორე ჩვენ გავხსევდნენ. კი. იმიტომ რომ იტყოდნენ რომ ჩვენ ვართ ნაცები, არა და რეალურად იციან, ძალიან კარგად იცის ყველამ რომ ჩვენაც მით უმეტეს ჩემზე ძალიან კარგად იციან, რომ არანაირი კვეთა ნაცებთან ცხოვრებაში არ მქონია და მენაც ვერასდროს ვერ დამიძახებენ პირდაპირ ვამბობ. კარგი, დიდი მადლობა, ბექა, მადლობა რომ კიდევ ერთხელ რომ ხარ ზოგადად ამ სკოლაში და რაღაცა დავართ. მადლობა რომ მოხვედი აქ და საუბრობ, იბრძვი და წარმატებას გისურვებ ყველა მიმართულებით შენ და ჩვენ თავს ზოგადად. მადლობა, ძალა ჩვენშია და წარმატება ჩვენშია და აუცილებლად წარმატებულები ვიქნებით, აუცილებლად დავაფასებთ იმას, რაც ბოლო 35 წლის თუ 36 წლის მანძილზე ჩვენმა სხვადასხვა მთავრობებმა გააკეთეს, ჩვენ ამას ვაფასებთ და ჩვენ პოლიტიკურ ველზე ჩემი შესვლა არ არის თვითმიზანი ის, რომ ვიღაცამ მტრად აღმიქოს. არა, პირიქით, მე მინდა ამ ადამიანებმა დაინახონ, რომ ამ ბოლო პერიოდში ჩვენ გავიზარდეთ თაობა, რომელიც ვაფასებთ ამ ყველაფერს და ჩვენ ვართ თაობა რეალურად საუკეთესო რამ, რაც კი ამ ადამიანებმა შექმნეს მთელი თავისი ცხოვრების და მოღვაწეობის მანძილზე. და მე მინდა რომ ეს დავანახოთ. აუცილებლად დავანახეთ მე. კარგი, დიდი მადლობა მაყურებელს, მადლობა რომ გვიყურეთ. კიდევ ერთხელ გთხოვთ რომ გამოიწეროთ ჩვენი არხი, გააზიაროთ ჩვენ ახალი შექმნილი არხია, შესაბამისად თქვენი მხარდამჭერა ძალიან მნიშვნელოვანია. დიდი მადლობა და დროებით.